ჩვენი სტუმარია არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, რომელიც გუშინ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად ბათუმში ჩავიდა ჟურნალისტის ახლობლების თხოვნით და მისი იქ ჩასვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მზიას ოჯახის წევრებისთვის, მისი მეგობრებისთვის. თავად აღნიშნავდნენ, რომ ძალიან დიდი მხნეობა შეძინეთ მათ. მოგესალმებით, მამაო, ძალიან დიდი მადლობა, რომ სტუდიაში გვეწვიეთ და ბათუმიდან დაბრუნდით თქვენ ახლახან. პირველ რიგში გაგვიზიარეთ თქვენი ემოციები, თქვენი ბათუმში ვიზიტის დროს მზიას ახლობლებთან შეხვედრის კადრები ვიხილეთ ჩვენ. პირადად თქვენთვის რამდენად ამაღელვებელი ემოციური იყო ეს პროცესი? მოგლეთ არ მეგონა თუ ამდენი ნუგეში ექნებოდა ჩემი ჩასვლით, მე მზიას ძმასაც შევხვდი, ყველა ამაღლობლებს შევხვდი და იმდენად გაუხარდა და იმდენად დიდი თანადგომა აღმოჩნდა, რომ მე თვითონაც გაკვირვებული ვიყავი და ძალიან გამიხარდა. ეს ხალხი ახლა ტერორის ქვეშ არის და ამ ადამიანების გახარება ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მე თვითონ მიხმეს და წავედი, თუმცა არ ველოდი მაგ შედეგს. და განსაკუთრებით ძმა იმდენად გახარებული იყო, რომ ცრებლებამდე უხაროდა ჩემი იქ დანახვა და მადლობა მათ პირიქით ამ ბრძოლისთვის, მადლობა მათ ამ მედგარი წინააღმდეგობისთვის და რომ ებრძვიან საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის დამკარგველებს, თუ შეიძლება ასე ითქვას. მე მინდა რამოდენიმე სიტყვა გითხრათ მზია, მე რატო ვამბობ და რატო ვარ მზიას მხარეს. საერთოდ ეკლესია როგორც წესი ყველა დანაშაულზე, ყველა უკანონობაზე, რაც სახელმწიფოში ხდება, ამაზე ყოველთვის სახელმწიფოს არ უპირისპირდება. ხშირად ჩუმად არის და დაზარალებულს მოინახულებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეკლესიას არ აქვს ბერკეტი, რომ ვინმე რომელიმე სახელმწიფო ანუ სახელმწიფო მმართველები რაღაც გზაზე დააყენოს და თვითონ წარმართოს და ასე შემდეგ. ესეთი მმართველობა ჩვენ არ გაგვაჩნია და ამიტომ ვიღაცა ფიქრობს და გონია, რომ ზოგჯერ კომენტარებში ვკითხულობ, რომ აი წინა მთავრობის დროს ხო ხდებოდა ესეთი უსამართლობები და იქ სად იყავი და დღეს ეს პრობლემა რომ იყოს მზიას და დგებუაძის ურთიერთდაპირისპირება და იქ უსამართლობა, რომელიც პიროვნულია, შეიძლება მეც არ ჩავსულიყავი, მაგრამ მზია დღეს იმიტომ კი არ იჯება, რომ რამე უსამართლობა ჩაიდინა, ან იმიტომ კი არ იჯება, რომ დამნაშავეა, არამედ მზია იჯება, იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს პირდაპირ ვთქვათ გაყიდვას. ის ეწინააღმდეგება საქართველოს თავისუფლების დაკარგვას და ვინც მზიას დღეს ციხეში სვამს და უსჯის, ის არ უსჯის მზიას. თვითონაც აღიარეს, რომ 500 კაცი იყო დასაჭერი და 50 დავიჭირეთ და ანუ სამაგალითოდ ჯიან, ჩვენს გამოს ჯიან, ანუ მთლიან ერს ჯიან, ერი რომელიც აუმხედრდა ამ კურსის ცვლილებას. არ არსებობს ქვეყანა, რომელ ქვეყანაშიც არ არსებობს სახელმწიფო, რომელ სახელმწიფოშიც არ ირღვევა კანონი და არ ხდება უსამართლობა. და არც ჩვენთან ყოფილა ისეთი მთავრობა, რაც მე თავი მახსოვს, სადაც უსამართლობა არ ხდებოდა, ადამიანებს უსამართლოდ არ სჯიდნენ. ესეთი მთავრობა არ ყოლია ჩვენ არასოდეს და იმედი მაქვს გვეყოლება, მაგრამ ცოტა ეჭვი ვიყარება. და დღეს რა ხდება, რომ დღეს მე მთავრობა რო უსამართლობას ჩადის, ამიტომ კი არ ვამბობ რამეს. ეს ცუდია, შეიძლება ახაც ითქვას რაღაცა, მაგრამ შეიძლება მეც სხვა სავით გავჩუმებულიყავი. მაგრამ მთავრობამ კურსის შეცვალა, ქვეყანა მიყავს დაღუპვისკენ, ჭაობისკენ, რუსეთისკენ. პირდაპირ მნიშვნელობით მიყავს რუსეთისკენ და ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყანას თავი შეაძულეს და ცდილობენ რომ
ქვეყანაც შეაძულონ, ცდილობენ რომ საქართველოს შეაძულონ. აი იმიტომ ვიღებ ხმას, ამიტომ ვდგევარ მზიასთან, რადგან მზიაც ამისთვის იბრძოდა, რომ ეს არ მოხდარიყო, თორე იქ პირადი დაპირისპირება კი არ ხონია ვინმე დგებუაძესთან და ასე შემდეგ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიცია არის ამ პოლიტპატიმრების ხარდაჭერა არის ჩემი ქვეყნის ხარდაჭერა და არა კონკრეტული პიროვნებების, რომლებიც იგზიან და მათი პოზიციაც ეგ იყო. მათ არ ქონიათ პირადი პრობლემები არაფერი, ისინი თუ იბრძოდნენ, თუ მიტინგზე იყვნენ, თუ რასაც აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ შეეცვალა კურსი და რაც ჩვენ ოდიდგანვე ავირჩიეთ ევროპასთან ურთიერთობა და ცივილიზებულ ქვეყნებთან ურთიერთობა იმისთვის, რომ რუსეთს რამენერად მოვწყვეტოდით, აი ამისთვის იდგნენ იქ, ამისთვის გაყვიროდნენ და ამისთვის იბრძოდნენ, ამისთვის ზიან ციხეში. ხო, ბევრისთვის მართლაც გასაკვირია თქვენი გამბედაობა, რადგან სამწუხაროდ ისეთ რეალობაში აღმოჩნდით, რომ ძირითადად ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკურ ელიტას არის მიტმასნებული სხვადასხვა არ ვიცი სასულიერო პირი და არა მაგალითად ჩაგრულების დასაცავად, ხო? სამწუხაროდ ასეთ რეალობაში ვართ, არ მიწყინოთ, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ეკლესია, სასულიერო პირები უნდა იყვნენ ჩაგრულების მხარეს. ეს არის ქრისტიანობა, თუ ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ. ამიტომ ხო თქვენი აქტიურობა, რა თქმა უნდა, ახლა ბევრისთვის გასაკვირია, მაგრამ ეს რეალურად ასე უნდა ხდებოდეს, ეს არ უნდა იყოს გამონაკლისი და მადლობა თქვენ ამ გამბედაობისთვის პირადად ჩემგან. რაც შეეხება თქვენს იმ პასაჟს, სადაც აღნიშნეთ, რომ ვიღაცები საყვედურობენ თითქმის ადრესად იყავით, ხო? დიახ. აი როგორი რაღაცა არის, იცით, ადრეც წინამთავრობის დროსაც ხდებოდა ეს სამართლობები და მე ჩემი ამის წინააღმდეგ სვლა იყო არჩევნებზე, მე და ჩემმა ახლობლებმა ყველამ ხმა მივეცით ოცნებას. იმიტომ რომ არ ყოფილიყო ესეთი ბოროტება, ანუ ძალადობა, რაც ხდებოდა ყველამ იცის. მაგრამ ეს ეხლაც მეორდება. ეხლაც არაფერს არ ვიტყოდი, ავდგებოდი და არჩევნებზე მივცემდი ხმას სხვას. ამ ბოროტების გამო და შეიძლება მეც დავდუმებულიყავი, უბრალოდ დავდგებოდი ჩაგრულთა მხარეს, მაგრამ აი ესეთ ხაღაც არ დავიწყებდი. ის რო არ ყოფილიყო გარდამტეხი მომენტი, რომ თუ წინამთავრობის და ყველას დროს ხდებოდა ის ძალადობები, მაგრამ კურსი იყო სწორი. კურსი სწორი იყო და ეხლა რომ ასე შეცვალეს კურსი, ეს არის უდიდესი ბოროტება ერის წინაშე ჩადენილი, სახელმწიფოებრივების წინაშე ჩადენილი და აქ დუმილი შეუძლებელია რომ ჩვენ დავდუმდეთ. მე მაგალითად ესეთ რაღაცას ფიქრობ ხომ დღეს რო იყოს 2012 წელი და იყოს არჩევნები და დღეს რო ვიცით ამათმა რა გააკეთეს, ისე რომ ვიცოდეთ და რისი გამკეთებლები არიან, ამათ ხმას ხო არ მიცემდი არც მე და არც ერი. და იმ ძალადობას დავითმენდით, რომელიც შიდა ძალადობა იყო, მაგრამ გარეთა კურსი სწორი იყო. ჩვენ დავითმენდით, ოღონდ კურსი არ შეგვეცვალა, ხო? მე ნამდვილად არ მივცემდი ხმას და დარწმუნებული ვარ, ვინც ხმა მიცა, იქიდან 80%-იც არ მიცემდა ხმას. იმიტომ რომ მოტყუებულებს შორის ვარ მეც, ბატონო. ჩვენი ეროვნული, ეს არ არის ჩემი მოფიქრებული, მე არ დამიწყია ევროპისგან სვლა. ეს ჩვენი არის, სულხან-საბა გავიხსენოთ და იქიდან მოყოლებული თუნდაც გავიხსენოთ, თუ როგორ ვევედრებოდით ევროპას, რომ ჩვენთვის ხელი გამოეწოდებინა და რამენაირად ამ რუსული ჭაობიდან ამოსულიყავით. აი ეს იკარგება. და ეხლა აი რო უყურებ, ერთმა კარგად თქვა, დადიანო ღელეღელეო და დადიან ღელეღელე სად არიან, ვისთან არიან, სად მიდიან. ასეთი სიψხვილი ჩვენს ქვეყანას არასოდეს არ ქონია. არასოდეს არ ქონია, თუნდაც იმ კომუნისტების დროს, ხო? ჩვენი ახაური ლიდერები იქ მოსკოვში მიღებული ხალხი იყო და არ დადიოდნენ ღელეღელე მოსკოვში სიტყვა ეთქმოდათ, ხო? ნებისმიერს. არ ვიცი ესენი
კი, ნამდვილად აი მეც მოვტყუვდი სამწუხაროდ რაღაცნაირად სისტემა, რომლის შეცვლასაც ყველანი ვითხოვდით, აღმოჩნდა რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაიფორმა და გააძლიერა და ყველაზე მთავარი, რაზეც თქვენ საუბრობდით, საგარეო კურსი შეცვალა და მთავარი პარტნიორები, ვინც დამოუკიდებლობის დღიდან განსაკუთრებით ჩვენი როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მტრებად გამოგვიცხადეს და ხო, ასეთი რამ არ გვახსოვს ნამდვილად უპრეცედენტოა ეს მიდგომა თუნდაც პროპაგანდა რაზეც დგას ახლა ფარისევლურად ქართული ოცნება ხო თითქოს ახლა კაცებს ათხოვებენ კაცობას იცავენ ისევ დგებუაძემ დაამსხვრია ხო ადამიანი ლოყაში სილის გაწვნის გამო მოითხოვს რომ ხალი უნდა ჩასვან 7 წლით ციხეში სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა თითქოს მზია ასე წარმოაჩენს და ექსპერტიზას უტარებენ ლოყაზე რამდენად წითელი ქონდა და ეს ადამიანები მე ალბათ ხალის სადღეგრძელოს დედის სადღეგრძელოს დალებენ სუფრასთან ყანწით ხელში და ესეც აჩვენებს ქართული ოცნების ფარისევლობას და მათ ასე ვთქვათ ამ პროპაგანდასთან აცდენას რეალურ ქმედებებში. ისევ მზიას რომ დაუბრუნდეთ, აი ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება უგუშინ დასკვნით სიტყვაში თქვა. ხვალ არის განაჩენი, თქვენ მაინც რა მოლოდინი გაქვთ მიუხედავად იმისა, რა სიტუაციაზეც ახლა ჩვენ მსჯელობთ და რაც აღვწერეთ. თუ ვინმეს გონია, რომ ესენი დგებუაძის ლოყის აწითლებას იცავენ და დგებუაძის მუნდირს იცავენ, ძალიან ცდებიან. ესენი სახელი დამავიწყდნენ, მაგრამ ფილტვები რო გაიხრიტა თუ გაუხრიტეს და ეხლა თურქეთში როწევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე. არც ის აინტერესებს. აი ჩვენ უკვე დაგვავით პასპორტი. ხო, დავავიწყდა სახელი მას სამწუხაროდ, მაგრამ მე უშველოს ხო და მოკლედ ეს რიჟვაძე. ესენი ხო ერთმანეთსაც არინდობენ და რა ეხლა ძალიან მოუნდათ იმის მუნდირის დაცვა, ეს ამათ ხო სხვა მიზანი აქვს. ამათ მიზანი აქვს, რომ საქართველოს დააშინონ, საქართველოს დააჭო. ის ქართველი გმირები დააჭო, მზია არის გმირი. მზიას სახელი დღეს აი მშვენიერებაო, დედაკაცი უნდა გერქვა შენო შექსპირს რო მე ვიტყოდი რომ საქართველოში ღირსებას მზია უნდა ერქვას. იმდენად ღირსეული ადამიანი, იმდენად ღირსეული მებრძოლია, იმდენად აი ყველა ჩვენთაგანს წარმოადგენს და ყველა ჩვენთაგანის გამო ისჯება. მოლოდინებს რაც შეეხება, რავი, იქ რო ვიყავი, ვიკითხე, ვისაც ჩემზე მეტი ესმის მაგ საქმეში და არავის არ ქონდა კარგი მოლოდინი. ანუ დადებითი მოლოდინი არავის არ ქონდა, მაგრამ მე მზია თვითონ არ მინდა გაიწიროს. აი ძალიან აი ხალი ციხეში ჩემთვის არის, რა ვიცი, ძალიან აი მეუღებელი, თან ესეთი ხალი ჩემს გამო რო ციხეში ჯდება და ჩვენს გამო და ერის გამო რო ციხეში ჯდება და თან ტანჯავენ და თან ავადარის აი ეს ძალიან მაწუხებს, თორე ის განაჩენი რა განაჩენი მზიას უნდა გამოუტანო, მზიან თვითონ თქვა და მეთანხმების სრულიად, რომ თავისთვის გამოვაქვს განაჩენი, თავიანთი პარტიისთვის გამოვაქვს განაჩენი და მე დაუმატებდი, რომ თავიანთი შვილებისთვის გამოვაქვს განაჩენი. ეს სირცხვილია, ეს არის მიუღებელი ქართველი კაცისთვის, რომელი კაცის გათხოვება, ეხლა გათხოვილი კაცი არ ჯობია იმას დგებუაძეს ხალხს რო აფურთხებს სახეში და ესეთი უზრდელობა განაკაცობაა, ესეთი უზრდელობა განაპოლიციელობაა. უზრდელია პოლიციელი მესმის რომ კაც რო დაუპირისპირდეს და რაღაცა ცუდად მოექცეს კაცია. ხალხს რო ესე ექცევი, დედას რო ესე ექცევი, დას რო ესე ექცევი, როგორ შეიძლება ეს კაცი კაცად ჩავთვალოთ? თუ არაკაცობა უნდა და არა ადამიანობა უნდათ საქართველოში მაშინ კი ბატონო ჩასვან მზია ციხეში არ გამოუშვან, მაგრამ ეს მათი სასჯელი იქნება და არა მზიას. კიდევ ერთი ცინიკური დეტალია, რომ ლოყაზე მას ჩაუტარდა ექსპერტიზა და სასტიკად დასახიჩრებულ ადამიანებს, ვინც ფაქტობრივად აქციების დროს სასიკვდილოდ გაიმეტეს, ამ დრომდე შესაბამისი ექსპერტიზა არ ჩატარებია. ესეც ბევრ რამეზე მიუთითებს. მე მინდა რომ ყოველ ჩვენს ეთერს თან ახლდეს პატიმრების გამხნევებაც და მათ შორის ნინო დათაშვილია ახლა მამაო ყურადღების ცენტრში კომუნისტური რეპრესიების საბჭოთა მეთოდების გამოყენებით ახლა მას უპირებენ როგორც გამოჩნდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამომწყდებას. ნინო დათაშვილი არის პედაგოგი, მარტოხელა დედა და
ასეთი მეთოდები ჩვენ საუბრობდით ამის შესახებ გუშინ ბევრს ახსენებს ზუსტად საბჭოთა ეპოქას ნაზი შამანაურის მაგალითი და საქმე გაიხსენეს. მე მახსენდება მამა გაბრიელის საქმე, რომელმაც პორტრეტი დაწვა, პლაკატი დაწვა ლენინის და ამ ფსიქიატრიულ სამავთყოფოში გაუშვეს იმ აზრით. ეს არის ძალიან საინტერესო, რომ როგორ შეიძლება საბჭოთა ადამიანმა, ნორმალურმა საბჭოთა ადამიანმა დაწვას ლენინის პორტრეტი. ესე იგი ის გიჟია. თუ ის არ არის ფსიქიურად დაავადებული, ის როგორ იზამდა ლენინის პორტრეტს, როგორ დაწვავდა. აი ეს იყო იდეა და ამიტომაც იწვა, ანუ იყო ფსიქიატრიულში. ამათი ლოგიკაც იგივეა. დააკვირდით, მასწავლებელია ქალი და ამ მასწავლებელს ეუბნებიან, რომ როგორ შეიძლება ქალი მასწავლებელი იყოს და ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგებოდეს. ესე იგი ის ფსიქიატრიულად ვერ არის გაწონასწორებული. აი მაგრამ არ გამოუვათ ეს. არ გამოუვათ. შეუძლებელია ის ნორმად მივიღოთ და მიიღოს ჩვენმა ერმა რა ნორმასაც ესენი გთავაზობენ. თებუაძის ნორმა რომ ნორმად მივიღოთ და ნინოს ნორმა უნორმობად მივიღოთ, ეს არ გამოუვათ ამათ. არ გამოუვა და ღმერთმა გააძლიეროს. ნამდვილი მასწავლებელია, რომელიც საქმით აჩვენებს, საქმით ასწავლის. მათი მოსწავლეები იამაყებენ მისი სახელით და ისიც ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს და თვითონ ახლა ფიზიკური პრობლემები ადამიანს ნერვებს უშლის, ეს ახალი ფაქტი კი არ არის, რომ ადამიანს აწუხებს, როცა რაღაცა ტკივა ნერვიულობს და ამის გამო ფსიქიატრიულ იმაში მისი გამწესება, ეს არის კომუნიზმია. ბრუნდება კი არა, დაბრუნდა. ერთპარტიულობა დაბრუნდა. ხო, არ გამოუვათოთ თქვენ ამბობთ, მაგრამ აი მაგალითად ნინო დათაშვილის შემთხვევაში გუშინ მისი კოლეგა ლადო აფხაზავა გურიიდან ჩაგვერთო და ხელშეკრულებას ვაგროვებით, რომ მისი გათავისუფლება მოგვეთხოვა და პედაგოგების უმეტესობა უარი გითხრა, ეშინიათო ასე გითხრა პირდაპირ ეთერში. ეს საკითხი მინდა დაუკავშირო ასევე საპატრიარქოსაც და სასულიერო პირების დუმილს, აი რით არის ეს გამოწვეული, არის ამათ შორის რამე საერთო? სახარებაში წერია ძალიან გასაკვირი სიტყვები. ქრისტე ამბობს, რომ თვალებიო დახუჭესო, ყურებიო დაიცესო, იმისთვისო, რომ არ გადაინახონო, არ მოისმინონო და არ განიკურნონო. ანუ ადამიანებს არ უნდათ დანახვა. მე ვამბობ, რომ თუ ეს არის უბრალოდ უსამართლობა ადამიანების მიმართებაში და ამიტომ დუმან და ასე ფიქრობენ. მართლები არიან. კი ბატონო, არ ერევა ამაში. არ ერევა და უბრალოდ ჩაგრულების ხარეს არიან. მაგრამ ეს არის ქვეყნის უბედურება. ქვეყანა იყიდება და არც მასწავლებელს ეპატიება, არც მღვდელს ეპატიება ამ დროს დუმილი. აახილონ თვალები, ნუ დახუჭავენ თვალებს და ყურებიდან ამოიღონ ის რითაც დაცობილი აქვს და მოისმინონ. შეხედონ, რომ ქვეყანა იყიდება, ქვეყანა გაიყიდა, მაგრამ იმედი მაქვს უბრალოდ ვინც იყიდა, ის ვერც შეძლებს ჩვენი ქვეყნის შენარჩუნებას. იმედი მაქვს, ამ ახალგაზრდების იმედი მაქვს, გონს მოსული ხალხის იმედი მაქვს და ისე, რა ვიცი, დაშინებული მღვდელი და დაშინებული მასწავლებელი არის კატასტროფა. კატასტროფა. ერთი კომენტარი იყო, ძალიან მომეწონა, გამეცინა კიდეც ერთს ხონდა, რომ აი ჩემზე წერა ჩემი ის გაზიარებული და რაღაც ვაშკაცობა და აი გამბედაობაზე მაქებდა და ქვემოთ ხონდა ამ სიმართლის თქმაზე და ქვემოთ ხონდა მეორეს კომენტარი მიწერილი რა დღეში ვართო რომ გვიხარიაო მღვდელი სიმართლის რო ამბობსო და გამეცინა რომ რა მართალი თქვა რა დღეში ვართ რომ მღვდელი სიმართლის ამბობს და ეს უყვირს ერს როცა ჩვენ პირდაპირ გვიწერია რომ მღვდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმინდანი შენი იხარებდნენ ეს იმას ნიშნავს რომ შენი მღვდელი მუდმივად სიმართლეს უნდა ამკვიდრებდეს საკუთარ თავში სიმართლეს უნდა ამბობდეს და
ერს უნდა უხაროდეს. ეს არის მღვდლის მოვალეობა. სხვა მოვალეობა მე არ გამაჩნია. სხვა მოვალეობა მე ერს სიმართლე უნდა უთხრა. ერს მე თუ შევშინდი და მე თუ სიმართლე ვერ თქვი და მე თუ დავდუმდი, მაშინ ვინ იტყვის ამას ღვთის სახელით? ვინ ეტყვის თუ არა მღვდელი? და თუ მასწავლებელი დადუმდა, რა უნდა ასწავლო? მასწავლებელი ყოველთვის საქმით არის მასწავლებელი. საერთოდ მშობლებმაც რაც არ უნდა ასწავლონ შვილებს რაღაცა და თვითონ თუ არ აკეთებენ, შვილები ამას არ აკეთებენ. და მშობლები რასაც აკეთებენ, რომც არ ასწავლონ შვილებს არ უთხრან და არ მოუწოდონ, შვილებიც იმას აკეთებენ, იმიტომ რომ ჩვენ ბუნებრივად ვსწავლობთ, ადამიანების მოქმედებიდან ვსწავლობთ. და ამიტომ ეხლა იქ რო ვიყავი, ბევრი მეუბნებოდა, მამაო, შენ დამიბრუნე იმედი, შენ მე ეკლესიაში დამაბრუნებ, ზოგი მეუბნებოდა, შენ დამიბრუნე ეკლესიის იმედი, რომ ეკლესიაში სიცოცხლეა. იცით რა, ამდენი ხალხი რო ითხოვს სიმართლეს ეკლესიისგან და ყველა რო დუმს, ეს ხო ამ ხალხში ეკლესიას სპობენ. და ვისია მაშინ, ვისთვის გვინდა ეს ეკლესია, ვისთვის გვინდა ჩვენ ეს ქრისტეს სიტყვა? ხო ამათვის უნდა გვინდოდეს. და რა ვიცი, მე ვერ დავდუმდები და არა იმიტომ რომ მე უშიშარი ვარ და არა ვარ მეც უშიშარი. მაგრამ მე არაფრის არ მეშინია, როცა სიმართლეზეა საუბარი, თორე ის კი არა რომ სიცოცხლე მომბეზდრა. მამა დოროთე, შესაძლოა ასე ღიად ბევრი ვერ გამოხატავს თქვენ დამიპატივისცემას თანადგომას, მაგრამ მე მქონია შემთხვევები, როცა მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველს გულშემატკივარს უთქვამს თქვენი მისამართით სიტყვები, რომ მართლაც რწმენას უბრუნებთ ადამიანებს და ჩუმად მაინც გულშემატკივრობენ. შესაძლოა ღიად ამას ვერ გეუბნებიან, რადგან რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის ქრისტიანობა, ეს არის სასულიერო პირის უპირველესი მოვალეობა, რომ ჩაგრულების გვერდით იყოს და არა პოლიტიკური ელიტის გვერდით. ბოლოს თუ რამე გაქვთ სათქმელი, რაც გამოგრჩა? ჩემი ახლობლებიც, ჩემი თანაქალაქელები, სადაც მე გავიზარდე და ნიშნომია კიდეც ქრისტიანულად, იქაც ძალიან ბევრია შეშინებული და ზოგი პირაჩი მწერს, მაგრამ ლაიქსაც ვერ აკეთებს და ძალიან წყდება გული. იმაზე კი არა, რომ მე არ მინდა არავის თანადგომა, ჩემთან ქრისტეა და არავის თანადგომას მე არ ვეძებ. უბრალოდ ამას რზენია, როცა სიმართლის წინაშე ასე შეგეშინდება და დადუმდები, შერცხვება ყველას. ყველა შერცხვება. ეს აი მე არ ვიცი, ვინც დუმს ის როგორ უძლებს საკუთარ თავს, როცა თან ვინც ხედავს რომ ეს ბოროტება, ვინც ხედავს რომ ერი იღუპება და დუმს, როგორ უძლებს ამ დუმილს, არ ვიცი. მე ვერ გავუძლებ. არავის რო არის მოდეს ჩემი, მაინც ვიტყვი. არა იმიტომ რომ ესმით, იმიტომ რომ მე ვერ გავუძლებ დუმარებას ჭეშმარიტების წინაშე. მადლობა თქვენ ამისთვის, მადლობა რომ მაგალითი ხართ სხვებისთვის, რომ არ დანებდნენ და ბრძოლა გააგრძელოთ. ძალიან დიდი მადლობა მზიას სახელითაც დარწმუნებული ვარ თქვენი ბათუმში ჩასვლა. ძალიან დიდი გზავნილი მზლიობას უსურვებ. მზიას სიმტკიცე დღეს არის საქართველოს სიმტკიცე და მე მოუწოდებ მთელ ერს, რომ იცოდნენ მზია ჩვენს გამო, ჩვენს მაგივრად მიდის ციხეში. მადლობა. დოროთე ყურაშვილი არქიმანდრიტი იყო ჩვენთან სტუდიაში. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწანდით და ხართ ჩვენი სტუმარი, ჩვენი მაყურებელი. მუდმივად თქვენი ყოველი სტუმრობის შემდეგ გვეუბნება რომ მათთვის ხართ იმედი და ბრძოლის არდანებების სიმბოლო და მადლობას გვიხდიან რომ ჩვენს ეთერში იმედი შევცვალოთ სასოებით. შევცვალოთ. მაგრამ დავიბრუნოთ იმედი. სასოება, კაი სიტყვა და ის გააფუჭეს. კი ბატონო და ეს სიტყვაც დასაბრუნებელია. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა დოროთე ყურაშვილი არქიმანდრიტი ჩვენთან სტუდიაში საუბრობდა იმ რეალობაზე, რაშიც ვიმყოფებით.